ცოტა ხნის წინ ღმერთი პირადად მესაუბრებოდა სიამაყის საშინელ საფრთხეებზე. ამ დროს რუთმა იპოვა ერთი პატარა წიგნი, რომელიც ენდრიუ მიურეის ეკუთვნოდა. მას ეს წიგნი უკვე ჰქონდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. მიურეი წინათაობის ერთ-ერთი ისეთი მქადაგებელია, რომელიც დღესაც კვებავს ღვთის ხალხს. რამდენი თქვენგანია, ვინც ენდრიუ მიურეის თუნდაც ერთი წიგნი მაინც წაიკითხა? აქ მყოფთა უმრავლესობაა, ეს საოცარია. არ ვიცი, იცოდით თუ არა, მაგრამ ამ წიგნის ორიგინალური სათაურია ჩვენი უფლის თავმდაბლობა. ის ხელახლა გამოიცა გამარტივებული სათაურით მგონი, უბრალოდ თავმდაბლობა ჰქვია. მე ეს წიგნი სულ რამდენიმე კვირის წინ წავიკითხე და მან პირადად ჩემს ცხოვრებაზე მოახდინა დიდი გავლენა. წლების განმავლობაში მძულდა სიამაყე, მაგრამ ახლა მისი ახალი, უფრო მძაფრი ხედვა დამებადა. დავინახე, რა საშინელი და ბოროტია ის, როგორ გვართმევს ყოველგვარ კურთხევას, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის განიზრახა. ეს გზავნილი მთელ ბიბლიას გასდევს. ეს უნივერსალური ჭეშმარიტებაა. ის დედამიწაზე პირველად არ გამოვლენილა. იცით სიამაყის ბოროტების პირველი გამოვლინება? რა იყო პირველი ცოდვა სამყაროს ისტორიაში? მითხარით. სიამაყე. ვინ ჩაიდინა ეს ცოდვა? ლუციფერმა, მართალია, ანგელოზმა ზეცაში. თუ ამ ცოდვამ შეძლო ზეცაში გამოვლენა და ანგელოს ადგილის დაკარგვა აიძულა, რამდენად უფრო მეტად მოწყვლადნი ვართ სიამაყის მიმართ ჩვენ. ცოდვილები აქ დედამიწაზე. ნება მომეცით წმინდა წერილის 3 პასაჟი მოგიყვანოთ, რომლებიც სიამაყესა და თავმდაბლობას ეხება. პირველია ლუკას 14:11. ეს არის იგავის დასასრული, სადაც იესო საუბრობს იმაზე, როგორ უნდა მოიქცე, როცა ნადიმზე გიწვევენ. დღესაც გვიწვევენ ნადიმებზე სხვათა შორის, გუშინ ერთ-ერთზე ვიყავი. იესო ისეთი პრაქტიკულია, ისეთ მარტივ მაგალითებს იძლევა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ღმერთი არასოდეს ამბობს, რომ ის დაგვამდაბლებს. ის ყოველთვის გვეუბნება, რომ თავად დავიმდაბლოთ თავი. ხალხს ვეუბნები ხოლმე, ღმერთ შეუძლია შეგარცხინოს, მაგრამ მხოლოდ შენ შეგიძლია თავი დაიმდაბლო. ნუ ილოცებ, ღმერთო, გამხადე თავმდაბალი, რადგან ეს ბიბლიური ლოცვა არ არის. უფრო მეტიც, შესაძლოა მოგვიანებით ინანო ამ ლოცვის შედეგები. რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ, როცა ყველაზე დამამცირებელ სიტუაციაში აღმოჩნდები, იფიქრებ, ღმერთო, როგორ მოვხდი აქ და შენ ილოცე. შენ ილოცე. ასე რომ იესო ამბობს, რომ როცა ნადიმზე მიგიწვევენ, ნუ წახვალ მთავარ მაგიდასთან და ნუ დაჯდები მთავარ ადგილას, რადგან თავი შეგიწვება, როცა ვინმე მოვა და გეტყვის. აქ მომხსენებელი დაჯდება, შენ კი იმ კუთხეში დაიკავე ადგილი. იესო ამბობს, რომ როცა მიდიხარ, დაიკავე ყველაზე დაბალი ადგილი. ეს ძალიან ბრძნულია. როცა ფსკერზე ხარ, მხოლოდ ერთი გზა გაქვს, ეს არის ზემოთ. არ ვიცი, იცნობთ თუ არა ჯონ ბანიანის ლოცვას. ის, ვინც დავარდნილია, დაცემის შიში არ უნდა ჰქონდეს. ის, ვინც დაბალია, სიამაყის არ შეეშინდება. ის, ვინც თავმდაბალია, ღმერთი ეყოლება მუდამ თავის მეგზურად. ხედავთ, როცა ფსკერზე ხარ, უსაფრთხოდ ხარ, უფრო დაბლა ვეღარ დაეცემი. იშვიათად ვიმსახურებ ხოლმე ასეთ დიდ საჯარო შეკრებაზე მანამ, სანამ ჯერ პირქვე არ დავემხობი ღვთის წინაშე. შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრების წინ რუთი და მე საკმაოდ დიდ ხანს ვიყავით ასე. სწორედ იქ ვგრძნობ თავს ნამდვილად უსაფრთხოდ. ფსკერზე. ამიტომ იესო მიგავის ბოლოს თქვა, თუ არ გინდა თავი შეგირცხეს, მოერიდე ამ სიტუაციას. ნუ დაჯდები მთავარ მაგიდასთან, დაჯექი ყველაზე დაბალ ადგილას. და არის მხოლოდ ერთი გზა, რომლისკენაც შეიძლება გთხოვონ წასვლა. და ეს არის ზემოთ. და შემდეგ ის ამ სიტყვებით აჯამებს ამ ყველაფერს ლუკას 14:11-ში. რადგან ყოველი, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. ეს უნივერსალურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მოქმედებს მთელ სამყაროში. ის მოქმედებს ზეცაში, ის მოქმედებს დედამიწაზე. ამ ჭეშმარიტების დიდი დემონსტრირება არის ლუციფერი და იესო. ლუციფერი ქმნილება იყო, ის ღმერთის ტოლობისკენ ისწრაფოდა, ფეხი დაუცდა და დაეცა. იესოს ჰქონდა ღმერთის ტოლობა, მან თავი დაიმდაბლა ჯვარზე სიკვდილამდეც კი.
და წმინდა წერილი ამბობს, რომ ღმერთმა ის დიდად აღამაღლა. ფილიპელთა მიმართ 2:9-ში ნათქვამია. ამიტომ ღმერთმა დიდად აღამაღლა იგი. რატომ აღამაღლა ღმერთმა? იმიტომ რომ მან თავი დაიმდაბლა მართალია. და ყველა ვინც თავს დაიმდაბლებს ამაღლდება. შემიძლია დაგკვირდეთ ამაღლებას. თუ დაიმდაბლებთ თავს, აქ გამონაკლისები არ არსებობს. მაქვს ქადაგებების სერია, რომლის სათაურია აღმასვლის გზა დაღმასვლა. რაც უფრო დაბლა წახვალ, მით უფრო მაღლა დაასრულებ. ამაში გამონაკლისები არ არსებობს.